მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დაგიბრუნდით ახალი საჯარო გაშლებით, მოგიკითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით და მონატრებით. ჩემი პირადი მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი დროის გამონახვას თქვენთვის და დაგიბრუნდით. დღევანდელი საჯარო გაშლა მექნება ესეთი შეკითხვაზე და ვფიქრობ თქვენთვისაც აქტუალური იქნება ალბათ. შეკითხვა იქნება ასეთი: თქვენ ჩაფიქრებული სიტუაცია როგორ განვითარდება? აი, ასე გავასწორებ კამერას. მექნება რამდენი ვარიანტი, მოვიფიქრებ. ნაკი შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511 1491. აბა როგორ განვითარდება თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია და ამბავი? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. მესამეც მინდა? მოდი ეს ორი ვარიანტი იყოს და უფრო სიღრმშეულად ჩავშალოთ, ხო? პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ესეთი გირჩი და მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს გირჩი. ასე და ამგვარად. მე ვფიქრობ თქვენ უკვე აირჩევდით ერთ-ერთს, პირველი და მეორე. დავიწყოთ. პირველი ვარიანტისთვის აბა თქვენთან რა პასუხია? როგორ განვითარდება ჩაფიქრებული სიტუაცია და ძალიან დიდი ტრანსფორმაციული, ძალიან დიდი ცვლილებების მომტანი იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის როგორც პიროვნულადაც და ზოგადად ეს საკითხი შეიცვლება, გადასხვაფერდება, ესე შემიძლია ვთქვა და აი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და მოხდეს წესით რიგით ამ ამბავში, მაგრამ მოდი ახლა ჩავეძიოთ უფრო დეტალურად. ზოგადად რა საკითხს ეხება თქვენი ამბავი? მე მინდა რომ ვიკითხო ახლა. რა საკითხს ეხება თქვენი ამბავი? კი ბატონო. ეთილი და როგორ განვითარდება ეს ამბავი? ვინ აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში? მინდა ჩავეციო. ვინ იქნება მათ მდგომარეობაში უფრო მეტად? დამიკონკრეტე, ეხლა ძალიან ბევრს მიყვები. გიპოვე. სადამემალებოდი ერთი. კი ბატონო, გასაგებია ჩემთვის ყველაფერი და ახლა მეც აგიხსნით რა ხდება ამ გაშლაში, ხო? ასეთი პასუხი მაქვს თქვენთვის, მე რა, ტაროს ამ შემთხვევაში. თქვენ ახლა შეიძლება იმყოფებოდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც თითქოს გამოსავლის პოვნა გიჭირთ და შეიძლება ვერ ხედავდეთ ამ სიტუაციაში რა არჩევანი უნდა გააკეთოთ და შეიძლება გიჭირდეთ იმის გააზრება თუ რა არის სწორი თქვენთვის, ხო? მაგრამ ასევე ვხედავ იმას, რომ შეიძლება ეს გარკვეულწილად ეხებოდეს რაღაც კომუნიკაციას, ურთიერთობას და ვინმესთან საერთო ენის გამონახვას. გარკვეულწილად ეს შეიძლება იყოს პირად ურთიერთობასთან დაკავშირებულიც, ვიღაცებისთვის ეს ეხება ზოგადად ურთიერთობების და მოლაპარაკების სწორად წარმართვას, ვინმესთან ან რამესთან საერთო ენის გამონახვასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული, ხო? მაგრამ უმეტესი თქვენგანისთვის არა, ყველასთვის არა. ეს შეიძლება ეხებოდეს პირად ურთიერთობებს და იმ რაღაც ემოციურ კრიზისებს, რის გამოც შეიძლება ვარდებოდეთ, ხო? ეხლა ამ ანუ ემოციურ კრიზისებში რაც გაგდებთ უბრალოდ ამის თქმა მინდოდა. რაც შეეხება საკითხის განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ეს საკითხი დაპაუზდება, მოდი ესე ვთქვათ. შეიძლება ისეთი სწრაფი ტემპით ვეღარ განვითარდეს, იმიტომ რომ საკითხის განვითარება თითქოს თქვენზე აღარ არის დამოკიდებული. მე ასე ვხედავ. იმიტომ რომ აქ თქვენი მხრიდან ვხედავ ემოციურ ჩართულობას, მაგრამ ის მეორე ადამიანი
ვისთანაც საერთო ენის გამონახვა გსურთ და ვისთანაც ცდილობთ რაღაც გამოსავალი მოძებნოთ, რაღაც შეთანხმებას მიაღწიოთ, ხო? აი ეს ადამიანი არის ძალიან რაციონალურად ამ ამბავში ჩართული. თქვენ უფრო სუფთად ემოციურად უდგებით ამ ამბავს, აი გულით, ემოციებით, წრფელი დამოკიდებულება გაქვთ, ხო? ამ ადამიანის და სიტუაციის მიმართ და მეორე მხარე არის ბევრად უფრო ესეთი რაციონალური, უფრო ცივად უყურებს და უდგება ამ საკითხს, ხო? და ცდილობს, რომ ძალიან ესეთი ლოგიკური დასკვნები გააკეთოს თქვენთან და ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ამ ურთიერთობაში შეიძლება ეხლა თქვენთვის იყოს ცოტა ემოციურად რთული და კრიზისული, მაგრამ წესით და რიგით მე ვფიქრობ, რომ მეორე ადამიანისთვის უფრო სანანებელი გახდება ეს სიტუაცია, რაშიც ახლა იმყოფებით, ოღონდ ეს მოვა დროსთან ერთად. თითქოს ადამიანი გაიაზრებს, რომ რაღაცა შეცდომები დაუშვა, იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცა შანსი იყავით ამ ადამიანისთვის, ძალიან გულწრფელი, ძალიან სანდო, რომელიც ვერ გამოიყენა, იმიტომ რომ აი რაღაცებში ძალიან ჩაკირკით და რაღაცებში ძალიან ჩაგეძიათ, შეიძლება ბუნებით ეჭვიანი და უნდობი ადამიანი იყოს და არავის და არაფერს არ ენდობოდეს მარტივად და ანუ აი ხლა 9 კვერთხი კი არის, მაგრამ აქ ძალიან ესეთი აი არ ჩანს კარგად, მაგრამ მოკლედ სიტყვაზე მენდეთ, რომ აი შეიძლება ძალიან უნდოდა რაღაცების გამოქეკვა თქვენს პიროვნებაზე, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს სამსახურზე, საქმიანობაზე, იმაზე თუ ვისთან დროს როგორ ატარებთ და აი რაღაცებს ძალიან უკირკიტებ და ძალიან ეძიებოდა, აი იმდენად ზედმეტები მოსდიოდა ამ ადამიანს, რომ აი თქვენს პირად სივრცეში უხეშად იჭრებოდა და საბოლოოდ მოდი აბა ვიკითხოთ ეს ჯერ კიდევ სიტუაციის აღწერა, საბოლოოდ მე ეს ყველაფერი, აი თვითონ ამ ქცევას თუ თქვენს პირად სივრცეს ამდენად და ასე უხეში ფორმით არ ღვევდა, მე ვფიქრობ ამას შეიძლება ნანობდეს, მაგრამ ეს ადამიანი გაკვირდებათ, რომ იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ძალიან ესეთი მიმზიდველი, მაგნიტური, ძალიან ძლიერი აურის და ენერგეტიკის მქონე ადამიანი ხართ და თან ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ რამდენადაც ძლიერი ხართ, იმდენადვე ნაზი შეგიძლიათ, რომ ეხა ნაზი ეხა შეიძლება კაცებიც მიყურებდეთ, ანუ რას უგულისხმობ, შეიძლება მამაკაცებიც მიყურებდეთ, მაგრამ თქვენი ძალა, ანუ უხეშად არ გამოვლინდება ამისი თქმა მინდა, რომ ანუ შეგიძლიათ თქვენი შინაგანი ძალის მოთოკვა, დამორჩილება და მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ხელა ძალას ფლობთ, შეგიძლიათ, რომ ძალიან ანუ მზრუნველიც, ფაქიზიც, მხარდამჭერიც, ემპათიურიც იყოთ, ხო, ადამიანებთან მიმართებაში და აი ამას რო ხედავს, ეს ძალიანაც მოწონს, ძალიანაც ხიბლავს და რაღაცნაირად ისურვებდა ეს ადამიანი, რომ აი ნეტა მეტი დრო გაეტარებინა თქვენთან ერთად, ხო? და რაღაცნაირად ფიქრობს ადამიანი იმას, რომ რას ფიქრობს? აი კომუნიკაციაზე გამოსვლის სურვილი შეიძლება უჩნდებოდეს ამ ადამიანს და რაღაც შემოთავაზებასავით, რომ აი თითქოს აი თუ ეს სამსახურს ეხება, რომ აი მის გუნდში იყოთ, თუ აი მაგალითად სმენებით თუ მუშაობთ, მის სმენაში იყოთ, თუ აი სხვადასხვა მენეჯერები თუ არსებობენ, შეიძლება რომელიღაცა მენეჯერს უნდათ, რომ მის გუნდში იყოთ, ან აი სამწეს ხედავთ, როგორც ეკავს, როგორ ფრიალებს, ხო? ძალიან ძლიერი ენერგიის ადამიანია თვითონ ვინც ჩაიფიქრეთ და თქვენ თვითონაც ძალიან მიყვარს, ძალიან მიყვარს. ცეცხლთან კიდე ძალიან საინტერესო ინტუიციური პასუხები მოდის ხოლმე ზოგჯერ სანთლითაც. ხო, რისი თქმა მინდა, რომ
ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მის გარემოცვაში უფრო მეტ დროს ატარებდეთ, თითქოს ისურვებდა, რომ აი მისი გუნდის წევრი იყოთ თუ მისი ცხოვრების ყოფის ნაწილი, მაგრამ ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენ ძალიან თანმომწონე, ძალიან ამაყი ბუნების ადამიანი ხართ და აი უხეშად რო გითხრათ, რაღაცა რაც თქვენია, იმას ძალიან აჯდებით, აი ძალიან დიდი ბოდიში ამ ჟარგონისთვის, მაგრამ მაგას აჯდებით იმიტომ რომ აი თქვენ გინდათ რომ დამოუკიდებლად აკეთოთ ყველაფერი და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თქვენთვის ეგ რთულია რომ მარტო აკეთებთ რაღაცას თან ხვდება ადამიანი რომ კარგადაც გამოგდით ხო მაგრამ აი მაინც ისურვებდა რომ აი რატო წვალობ ეგ და ძალიან როცა შეიძლება რომ აქ არა ვარ აი რაღაცა ეგეთი ტონია რაღაცა ეგეთი ტონია ადამიანს ხო და თან ადამიანი ხედავს იმას რომ თქვენ ძალიან ესეთი ხართ შთამბეჭდავი, ძალიან დასამახსოვრებელი. რაღაცნაირად პოპულარულიც გარკვეულწილად შეიძლება ყურადღებას იქცევდეთ გარშემოყოფების სრულიად მარტივად და ბუნებრივად. მე არ ვამბობ იმას, რომ რაღაცა ან ზედმეტად გამომწვევი ან ვულგარული ან რაღაც არა, აი შინაგანი ქარიზმა, შინაგანი მაგნეტიზმი გაქვთ, ის რაც ბუნებრივად ხდით მომხიბლელს გარე სამყაროში ადამიანების ნდობას, კეთილგანწყობას ძალიან სწრაფად შეიძლება რომ მოვიპოვებდეთ ხო? ასეთ ენერგიაში რაც ახარ ადამიანი, ეს ძალიან ბუნებრივია. ასევე ხედავს იმას, რომ თქვენ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში და ადამიანი ხედავს თქვენში ორმაგ ბუნებას, თქვენი პიროვნების როგორც ნათელ, ისევე ბნელ მხარეებს. ხო, ეხლა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ჭრდილოვანი მხარეები, ისევე როგორც ჩვენი ნათელი მხარეები და ადამიანი იაზრებს იმას, რომ ერთია რომ ეს მხარეები გაგაჩნიათ და მეორე რომ ძალიან კარგად აბალანსებთ თქვენ ამ თვისებებს თქვენში და თქვენში აი ცით როგორი მომენტი გაქვთ რომ ის ფაქტი რომ 7 ხართ მოსიყვარულე და მზრუნველი იმიტომ კი არა რომ გულუბრყვილო უხეშად რომ ვთქვათ ბუნჩულა ტიპი ხართ რომელიც ყველას და ყველაფერს გააბედინებს ადამიანებს და თავზე ვიღაცას წამოისვებს, არა. უბრალოდ თქვენი არჩევანია, რომ ასეთი იყოთ, თორე რო დაგჭირდეთ, ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცით, რომ მაგრად შეუსრულებთ ყველას და ყველაფერს თუ დაგჭირდათ და სხვათა შორის ადამიანი ხედავს იმას, თქვენ ძალიან დიდი გეგმები გაქვთ, მიზნები გაქვთ, იცით რისი კეთება გინდათ, რისკენ ისწრაფით და იმასაც ხედავს, რომ აი იცით რა გინდათ ცხოვრებისაგან, ცხოვრების ფასი იცით, ცხოვრების გემო იცით და შეგიძლიათ რომ შეირგოთ რა თქვენი ცხოვრება, თქვენი ყოფა და ასე შემდეგ რა. საერთოდაც მე ვფიქრობ, რომ ძირითადად კეთილგანწყობილია ეს ადამიანი თქვენს მიმართ ვიდრე რაღაცა ნეგატივში წასული, უბრალოდ აი მომენტი, ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს, რომ აი ასეთი რო ხართ, უნდა რომ მის სიახლოვეს იყოთ, რომ აი ასეთი ადამიანი მასთან ახლოში უნდა რომ ხავდეს და არა რაღაცა შორს და რაღაცნაირად რაღაცა მომენტში ადამიანი აზრებს იმას, რომ თითქოს რაღაცა კრიზისებში შეიძლება ყოფილიყავით და ამ კრიზისებმა ცოტა გაგაციათ, ცოტა გაგაუხეშათ, ცოტა გაგახისტათ, ხო, რაღაც მომენტში და რაღაც პერიოდი, მაგრამ აი ამ ყოლაფრის მიუხედავად გული არ გაგიბოროტდათ, აი მაგას ხედავს ადამიანი, იცით? მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სირთულეები შეგხვდათ, თქვენი შინაგანი სილაღე, თქვენი შინაგანი სინათლე ბოლომდე შეინარჩუნეთ და აი ეს რომ თქვენს გულში სინათლე და სიყვარული დაიტოვეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპებში, აი ეს არის ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი გამოცანა, რომ აი როგორ არ დაეცით და როგორ არ გატყდით, აი როგორ სიტყვიან ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ დაამარცხო, ხო? აი ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდა თქვენს თავს და ადამიანი მაგას ხედავს, რომ აი ამდენი რაღაცა შეგემთხვა, ამდენი რაღაც გადაიტანე და როგორ არ გაბრაზდი, როგორ არ მოგინდა შურისძიება, როგორ აი ეს მომენტი აქვს, რომ როგორ შეგიძლიათ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. აი თქოს მაგას ვერ იგებს და მართლა ფიქრობს, რომ აი როგორ ახერხებს ამას. აი, იმიტომ რომ თქვენში არის შინაგანი სიმშვიდე.
ნახეთ, შინაგანი სიმშვიდე, რაც არის ურყევი. და აი რაც არ უნდა თავს დაგატყდეთ, ხო? არაფერი თქვენ სიმშვიდეს არ არღვევს და თან როგორი მომენტი გაგვიჩ, შეიძლება რაღაცა სტრესული სიტუაციები გქონდეთ, მაგრამ მაინც უდარდელი ხართ რა, ანუ აი всё არ მედარდება, რა ვქნა ეხლა, всё, პრობლემა გაივლის რა. აი რაღაც ეგეთი მიდგომა შეიძლება გქონდეთ და აი მაგას ხედავს ეს ადამიანი, ძალიან კარგად იჭერს ამ ფაქტს და ცოტა უკვირს კიდეც, რომ როგორ შეგიძლიათ ასეთი მრავალსახოვანი იყოთ. და ადამიანი არის, ვაუ, რაღაცა ცოტა აღფრთოვანებული გარკვეულწილად. კარგი, ერთს რაღაც ვიკითხავდა, всё. ზოგადად ამ ადამიანისგან რას შეიძლება რომ მოელოდებოდეთ და ძალიან გამიგრძელდა ეხა პირველი ვარიანტი, მაგრამ მინდა შევაპირებდი ხა. რა ორი ვარიანტი გავაკეთე, ვიფიქრე რასაც ჩავშლით ხო. რას შეიძლება რომ მოელოდებოდეთ ამ ადამიანისგან ახლოს პერიოდში? ну მისგან მოლოდინი რა იცი ადამიანი ხედავს იმას რომ თითქოს თქვენ იძულებული იყავით რომ მისგან წასულიყავით რომ თქვენი შინაგანი სიმშვიდე თქვენი შინაგანი კომფორტის დაცვის მიზნით იძულებული გახდით რომ მისგან წასულიყავით იმიტომ რომ აი თქვენ ისეთი ნარნარა ისეთი ჰარმონიული ენერგიები გაქვთ რომ ამ ადამიანის სიახლოვესაც კი ვერ ჩერდებით და მაგის გარდაც ისედაც ადამიანი ხედავს იმას რომ თქვენი მიზნები გაქვთ თქვენი გეგმები გაქვთ და საერთოდ არ გეფიქრებათ და არ გედარდებათ ეს ადამიანი ზოგადად რა და მაგის გარდაც ადამიანი ხედავს იმას რომ რაღაცა ძალიან დიდი პასუხისგებლობები გაქვთ აღებული თქვენ თავზე, უბრალოდ აპირებთ რომ აიღოთ თუ რაღაცა ეგეთია და ის არის რა ქვია. აი არ გეშინიათ კონკურენციის, არ გეშინიათ ბრძოლა თქვენი მიზნებისთვის და თან მაგას აკეთებთ, აი ძალიან ლაღათ რა, ზედმეტი დაძაბულობის და აჟიოტაჟის გარეშე, უბრალოდ გინდათ მიდიხართ და აკეთებთ რა. რაღაცა ესეთი მომენტი. რაღაც ესეთი შთაბეჭდილება აქვს ადამიანს თქვენზე. ჩემ ლამაზებო, ჩემ ყოჩაღებო, ძალიან გამიგრძელდა პირველი ვარიანტი და შემდეგ ვიდეომდე და დაგემშვიდობოთ და რა თქმა უნდა თქვენ იცით რომ მე გელოდებით კომენტარებში და ლაიქებში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე თქვენი უკავშირი ჩემთვის ძალიან მახარებთ, მაბედნიერებთ, მავსებს მე ეს ენერგიით, მოტივაციით, შინაგანი მოტივაცია მიძლიერდება და მემატება ხოლმე, როცა თქვენი მხრიდან უკავშირს ვხედავ რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ მიხარია, როცა რეზონანსში ვართ ჩვენ ერთმანეთთან. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენთან კომუნიკაცია ყოველთვის და ყოველ დროში. ახლა კი დროებით გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე და გადავდივარ მეორე ვარიანტზე. ნახევარი დასტა აქ მილაგა ისე გამიგრძელდა პირველი ვარიანტი. ბატონო გადავდოთ. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეს გირჩი ვინც ჩაიფიქრეთ, ეხლა თქვენთან რა ხდება, როგორ განვითარდება ჩაფიქრებული სიტუაცია. კი ბატონო, ну აქ საინტერესოა. ზოგადად მე ახლა ჯერჯერობით, რასაც ვხედავ ამ ვარიანტში, განვითარება გარკვეულწილად არის დამოკიდებული პირდაპირ იმაზე, თუ თქვენ რა არჩევანს გააკეთებთ. აქ არის ძალიან გადამწყვეტი ის თუ თქვენ რას ჩაჭრით და რას მოიშორებთ თქვენი ცხოვრებიდან და რას გაუღებთ კარებს. იმიტომ რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აი მენტალური პროცესები, მენტალური რას ვთქვი, აი აზრობრივი, აი
ფიქრის პროცესი, ხო? აი რომ დაждები და დაფიქრდები, რომ აი ეს მინდა ცხოვრებაში, ეს არ მინდა, რა, რომ დაიწყებ გადაფასებას, რომ აბა, ეხლა ეს უკეთესია ჩემთვის თუ ეს უარეს. აი, უნდა დაждდეთ, დაფიქრდეთ, გაანალიზოთ და მიიღოთ ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. უნდა გააკეთოთ არჩევანი და მე ვფიქრობ, რაღაცეებისთვის უნდა ჩაჭრათ კავშირი. რაღაცეებს უნდა ჩაუჭრათ გზა ან ვიღაცეებს და რაღაცეებისთვის უნდა გახსნათ კარები, რაღაცეებისთვის უნდა განაახლოთ გზები, ხო? მოდი ახლა ჩავეძიოთ, რას გვიყვება ეს მეორე ვარიანტი, რა ხდება თქვენთან ზოგადად და უფრო დეტალური აღწერილობა ვცადოთ. აბა, რასთან დაკავშირებით გაქვთ ეს გადაწყვეტილება მისაღები? ეს რას ეხება ამ შემთხვევაში? კიდე. კარგი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი საკითხი, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება. წეღანას ვთქვი და ეხლაც ისევ მანდ მივდივარ. ესე მაგრამ ცუდად ფრიალებენ ერთმანეთთან ეს ცეცხლი და არ გადავბუგო. ხო, თქვენ გჭირდებათ ეს სწრაფი მყისერი მოქმედება, ანუ გადაწყვეტილებას უცებ უნდა მიიღოთ და ცვლილებების ძალიან სწრაფად უნდა განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში. ეს შეეხება რაღაცების გაშვებას იმისთვის, რომ შემოვიდეს უფრო კარგი და უფრო მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, მე აქ დავფიქრდებოდი მეგობრებთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ არიან ვიღაცები, ვინც მართლა ძალიან სანდოები შეიძლება იყვნენ, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ზედმეტად ასარსარებენ ენას. რომლებიც ზედმეტად ბევრს შეიძლება რომ ჭორაობდნენ. და რაღაცა ამბები გადაჰქონდეთ და გადმოჰქონდეთ. ამაზე დაფიქრდით. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს, ხო, აი არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი თითქოს იმაზე, რომ აი როგორ გითხრათ, როგორ უნდა წარმოაჩინოთ თქვენი თავი ამ ამბავში და ამ სიტუაციაში. აქ მყავს თასების დედოფალი, კვერთხების დედოფალი. ხო, ისე სხვათა შორის მეგობრებთან დაკავშირებული ამბავიც შეიძლება იყოს. აი ძალიან ორაზროვანი პასუხია, ძალიან. და ახლა იმიტომ რთულია ერთი კონკრეტული მიმართულება მივცე. ხო. აი თუ ახლა რაღაცა სირთულეს გადიხართ ცხოვრებაში, თქვენს გვერდით არის ვიღაცა მეგობარი, რომელიც აი მართლა გულწრფელად მხარს გიჭერთ, მაგრამ აი კიდე ერთხელ ვიმეორებ, არის ვიღაცა, ვინც ზედმეტად ატარტარებს ენას, თუ ასარსარებს, თუ როგორც არის ეგ, ხო? მაგას გარდა აი რაღაცის დათმობა არ გინდათ, რაღაცის. ხო, აი ცით როგორი რაღაცაა, ანუ შეიძლება დაგეხმაროთ ეს ადამიანი, მაგრამ უანგაროდ არ აკეთებს. ანუ დახმარება გულწრფელად შეიძლება უნდა ადამიანს, მაგრამ აი ცოტა ანგარებიანი ტიპია რა. მე დაგეხმარები, ოღონდ აი შენ სანაცვლოდ რა და საერთოდ ანგარება მეგობრობაში მე ცოტა არ მესმის ხოლმე, იმიტომ თუ მეგობრები ადამიანს რა გამორჩენაზე ხარ, იმიტომ რომ დღეს რო შენ მეგობარს ჭირდება, ხოლმე შეიძლება შენ დაგჭირდეს და ხო უნდა გქონდეს მისასვლელი პირი. დღეს რო ესეთი ანგარებიანი ტონით
შედიხარ ვიღაცის ცხოვრებაში, შენ რო დაგჭირდება და შენ რო ჩავარდნილი იქნები სადღაცას და რო არაფერი გექნება გასაზიარებელი, არავინ არ უნდა მოვიდეს და არავინ არ უნდა დაგეხმაროს. აი ეს მორალი ცოტა არ მესმის, რომ აი რას ნიშნავს ხა დაგეხმაროთ ეს ვიღაცა, ოღონდ აი სანაცვლოდ თქვენს ანუ ნახე გავიგეთ, რომ ყველაფერი უნდა დაბალანსდეს ცხოვრებაში, მე ეს მესმის, ეს ძალიან კარგად გააზრებული მაქვს, უბრალოდ მეგობრობაში ეს არ მოსულა, იმიტომ რომ შენ არასდროს არ იცი ის ადამიანი როდის და რაში დაგჭირდება და შენ მისასვლელი პირი უნდა გქონდეს იმ ადამიანთან, ეს ჩემი მორალი 100-ია ზოგადად და ნუ თქვენ გადაწყვეტეთ როგორ გინდათ თქვენს ცხოვრებაში რო ხდებოდეს, ხო? კი ბატონო, მოდი ვიკითხოთ ზოგადად ეს ჩაფიქრებული სიტუაცია როგორ განვითარდება თქვენთვის და ვინ ჩაიფიქრეთ ხალხო? ხო, კარგი ეს გავიქე. ეგ ჩემთვის იყო მაპატიეთ. ხო, ზოგადად როგორ განვითარდება თქვენთვის ეს საკითხი და ეს სიტუაცია. ზოგადად როგორ განვითარდება თქვენთვის ეს სიტუაცია, ეს ამბავი. აი მე რას ვხედავ ახლა გეტყვით მე ვფიქრობ რომ აი რაღაცა ძალიან დიდი შანსი გაქვთ ძალიან დიდი რესურსი გაქვთ იმისთვის რომ აი სწორად თუ დახაზავთ თქვენს მიზნებს და გეგმებს და სწორად თუ დაალაგებთ თქვენს პრიორიტეტებს და თანმიმდევრულად თუ ააწყობთ გეგმას, ხო? აი რის მერე რა უნდა გააკეთოთ, ხო? აი თქვენ მიზნამდე მისასვლელი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსია და პოტენციალი იმისთვის, რომ თქვენი იღბლით, თქვენი გამარჯვებით და თქვენი წარმატებით დაგვირგვინდეს ეს საკითხი. აუცილებლად. უბრალოდ კიდე ერთხელ ვიმეორებ, სწორი სტრატეგია, სწორი ხედვა, სწორი გათვლა. ძალიან მშვიდად გულდასმით დაჯექით დაფიქრდით გაანალიზეთ რის მერე როდის რა უნდა გააკეთოთ შეიძლება იყოთ ახალი იმიტომ რომ ნულოვანი არკანი მაქვს აქ სულელი აქ მაქვს ქურუმი ქალი ბედის პორბელა შემდგ თუ ეს ეხება რაღაცა ცოდნასთან დაკავშირებულ საკითხებს რაღაც სწავლას ტრენინგს anyway ნებისმიერ საკითხს თუ ეს ეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება საკმაოდ წარმატებული, უბრალოდ ნახეთ, რჩევა ერთგვარი ხო, რაც მოდის და მე მსურს ეს გავაჟღერო. რჩევა არის ის, რომ ძალიან სწრაფ შედეგებს ნუ მოელოდებით. ყველაფერს თავისი დრო აქვს, პირველივე თაზე და მეორე ჯერზევე, ნუ მოგინდებათ, რომ რაღაცა ძალიან დიდ მასშტაბებზე გახვიდეთ. ანუ ყველაფერი მოდის ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ცხოვრებაში და პირველივე თაზე, ნუ მოგინდებათ, რომ რაღაცა ეგრევე ჯეკპოტი თავზე დაგეცეთ. ანუ სცადეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხეჯერ ბევრად უკეთესად გამოგივათ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ზომიერება ან ძალიან კაია ზომიერება ძალიან მიზანდასახული ადამიანები ხართ და მე ვფიქრობ იმას რომ ის რაც გეგმა გაქვთ და რისთვისაც იღწვით და რისთვისაც ჩაერთეთ ამ ამბავში ხო, რასაც აკეთებთ და რაც ჩაიფიქრეთ, მე ვფიქრობ, რომ თქვენს მიზნამდე მიხვალთ რა. როგორი რთულიც არ უნდა იყოს და მე ვხედავ, რომ საკმაოდ სირთულები და დაბრკოლებები წესით და რიგით შეიძლება რომ ხვდებოდეთ ამ გზაზე, ეს თან არაერთი ძალიან დიდ კონკურენციაში შეიძლება იყოთ ჩაფლული და ძალიან დიდ სირთულეებს შეიძლება აწყდებოდეთ თან არაერთს, მაგრამ იცოდეთ თქვენში არის ძალა, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს ის პრობლემები, რაც თქვენს გარშემო შეიძლება არსებობდეს აი ამ სავალ გზაზე. და იცოდეთ, მართლა გულწრფელად გეუბნებით ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თქვენი ცნობიერებით, თქვენი განვითარების დონით
ბევრად უფრო აღმატებული ხართ, ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ბევრად უფრო ჭკვიანი ვიდრე ის ადამიანები, ვინც ხელს გიშლიან. და ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, მთელი გააზრებით. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ყოველთვის. ასე რომ, რაც დათესეთ, იმას მოიმკით, რაც უფრო შრომის მოყვარები, რაც უფრო მიზანდასახულები, რაც უფრო პრინციპულები დარჩებით და ერთგული ამ იდეის, რასაც ახლა აქ იფიქრებთ, იცოდეთ, რომ უფრო დიდი გამართლება მოვა თქვენს ცხოვრებაში რა. გულხელის დაკრეფის დრო ნამდვილად არ არის, არც ჭორაობაში დროის გაყვანის პერიოდი არ არის. მე კიდე ერთხელ ვიძახი, იქნება რაღაცა კონკურენციის მომენტები შეიძლება, რაღაცა სირთულეები რაც გქონდათ, რაღაცა ეჭვების, რა ქვია, ეჭვებიც, ლაპარაკებიც, ვიღაცებმა, აი თქვენი კოლეგები მაგალითად ხო ან ეს საკითხი რაზეც ჩაიფიქრეთ, აი აქ თუ არიან ადამიანები, ვისაც ასეთი რაღაცის გაკეთება, აი თვითონაც შეიძლება ისურვებდნენ, მაგრამ თვითონ გამბედაობაც რო არ ექნება, აი ოცნებათაც რო ვერ წარმოიდგენ, რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება გაეკეთებინათ. აი ეგ ხალხი შეიძლება რაღაცებს ჭორაობდნენ თქვენზე, რომ აი რამხელა ამბიციები აქვს და რა მოუნდა ეხა და იცი რა, ყველას იმხელა ამბიციები აქვს, რამხელა რესურსის და თუ რაღაცის გაკეთება მოგინდა, ესე იგი შეგიძლია კიდეც. ჩვენში ყოველთვის ჩდება ისეთი სურვილები, რისი მიღწევის პოტენციალიც არის. ეხა ვიღაცა მოვა და მეტყვის, რომ როგორ ეხა მე რომ მილიონერობა მომინდეს, რატო ვერ იქნები? აბა მითხარი, რატო ვერ იქნები? რატო გონია რომ ეგ რაღაცა ძალიან იღბლიანების დრჩო? არა, შეიძლება გონიათ იმ მილიონები თავში დაეცეთ. ეხლა მე არ მაქვს საუბარი ეხლა მარტო ფინანსებზე და მატერიალზე, ზოგადად ნებისმიერი წარმატებული ადამიანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს. არის ადამიანი, რომელიც არის დისციპლინირებული. ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა და ვერ სჯერა საკუთარი თავის და ერთგულია საკუთარი მიზნის, ყოველთვის მიაღწევს დასახულს. ეს არის უეჭველი, აი როგორც 2x2 რო 4-ია, ასეთი დონის ჭეშმარიტება. ასე რომ თუ რაღაცა გინდათ, გარისკეთ, წადით თავით ბოლომდე. აი ყოველთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენი სურვილი, რაც კი ჩვენში არსებობს ზუსტად იმ დონის ძალა, რომ ჩვენ ეს სურვილი გავამატერიალუროთ, რომ ეს სურვილი ვაქციოთ რეალობას და თუ ვინმე თქვენს ცხოვრებაში მოვა და გეტყვით იმას, რომ იცი ეგ შეუძლებელია მისთვის, მისი გადმოსახედიდან. თორე თქვენ რო ეგ სურვილი გაგიჩნდათ, თქვენში არის პოტენციალი მაგის გაკეთების. ეხლა მე რომ ვიღაცამ დამიდოს რაღაცა ბუღალტრული აღრიცხვების მთელი ეს რაღაცა ისინი, რაც ძალიან გარიშობენ, მე ვიტყვი რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ არასდროს არ მეყოფა ნებისყოფა მე მაგის აკეთებლა. ჩემთვის შეიძლება ანუ კი სწავლა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ნებისყოფა არ მეყოფა არასდროს რომ ეგ რაღაცა ვაკეთო, ხო? მაგრამ ვიღაცისთვის შესაძლებელია. ვიღაცისთვის შეუძლებელია რომ ტარო გაშალოს მაგალითად, მაგრამ ჩემთვის ანუ ყოველთვის ანუ რის თქმა უნდა ადამიანები საკუთარი სუბიექტური მოცემულობებით საზღურავენ რა შეიძლება იყოს შესაძლებელი და რა შეიძლება იყოს შეუძლებელი. ასე რომ თუ ვიღაცა რაღაცაზე გეუბნები რომ არა ეგ არ გააკეთე, ეგ ძალიან რთულია, შეუძლებელი, ეს მისთვის არის რთული. შენ რო გინდა, შენში არის რესურსი, რომ ის ბოლომდე მიიყვანო. ამიტომ დარჩით ერთგული საკუთარი თავის და საკუთარი სურვილების. ერთგულება არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი თვისება განსაკუთრებით საკუთარ თავთან მიმართებაში. აუცილებლად. აი სულ არაფერი საკუთარი თავის ერთგული უნდა იყოს ადამიანი ყველგან და ყოველთვის. და ეს სურვილებიც და ამ სურვილების ბოლომდე მიყოლაც არის საკუთარი თავის პატივისცემის და საკუთარი თავის მიმართ ერთგულების გამოჩენის ასე ვთქვათ მცდელობა. ეს იყო ჩემო ძვირფასებო მეორე ვარიანტთან და გეუბნებით თქვენი საქმე, თქვენი ამბავი, თქვენი გამარჯვებით, თქვენი წარმატებით და გვირგვინდება. აი ასეთია ჩვენი გაშლა, ჩემი ნებაც. მე რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას. წყალობას ღვთიურ ნათელი ძალების წყალობას და ასე და ამგვარად ეხა დროებით უნდა დაგემშვიდობოთ შემდეგ გაშლამდე
გელოდებით კომენტარებში და ლაიქებში რა თქმა უნდა და გამოწერა არ დაგავიწყდეთ ახალ მაყურებლებს, ასევე შეგიძლიათ გადააზიაროთ ეს ვიდეო, ძალიან მეხმარებით ხოლმე მეც და ჩემს არხს ამ თქვენი ასეთი ქცევით და აბა დროებით ნახვამდის.